1799 წელს ნაპოლეონ ბონაპარტემ პალესტინის არაბული ქალაქი იაფა დაიკავა, მისმა არმიამ 2000-ზე მეტი ალბანელი ტყვე მოკლა. 1876 წელს ალექსანდრე გრენბელმა ტელეფონის გამოგონებისათვის დიპლომი მიიღო. 1965 წელს ალაბამას შტატში პოლიციამ მშვიდობიანი აქცია დაარბია. დემონსტრაციაში 600 მოქალაქე მონაწილეობდა. ეს დღე ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში სისხლიანი კვირადღის სახელწოდებით შევიდა. 1985 წელს სიმღერის ჩვენ ვართ მსოფლიო საერთაშორისო პრემიერა შედგა. 1989 წელს ირანმა და დიდმა ბრიტანეთმა დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტეს. მიზეზი სალმან რუშდის გახმაურებული და ორაზროვანი ნოველა გახდა. ამ დღეს დაიბადნენ 1481 წელს იტალიელი არქიტექტორი და მხატვარი ბალდასარ პერუცი. 1850 წელს ამერიკელი პოლიტიკოსი ჩემპ კლარკი. 1928 წელს ამერიკელი ბიოლოგი და ნობელის პრემიის ლაურეატი დევიდ ბალტიმორი. 1953 წელს ბრიტანელი მუსიკოსი ჯგუფ ზომბის წევრი კრის ვაითი. 1954 წელს ქართველი პოლიტიკოსი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა. 1954 წელს ამერიკელი მსახიობი სტენლი შმიდტი. 1969 წელს ამერიკელი მომღერალი ჯგუფ ნევმორის წევრი ვარელ დანი. 7 მარტს გარდაიცვალნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 322 წელს ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე. 161 წელს რომის იმპერატორი ანტონიუს პიუსი. 1999 წელს ამერიკელი კინორეჟისორი სტენლი კუბრიკი. 2000 წელს ბრიტანელი მსახიობი ჩარლზ გრეი. 2005 წელს კი ამერიკელი სცენარის ავტორი და კინოპროდიუსერი დებრა ჰილი.